ვარ ბარბარე ბოლქვაძე 8 წლის. სწავლობ მასტერ კლასში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და სიმღერა. ამ სამიდან ყველაზე მეტად უფრო მიყვარს სიმღერა. სამწუხაროდ მიკროფონი არ მაქვს და კონცერტებს ვერ ვაწყობ. ჩემი საყვარელი სიმღერაა ემილი ტივის სიმღერა. ეგულება ასე საოცარი რამ არის არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოქცევს ალაწყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია მეგობრობის და საწყისი მე მაქვს ნიჭი და მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. სხვათა შორის მე თვითონ დავწერე 2 სიმღერა. ერთი დაბადების დღეზეა და ერთი მზეზე. მოვასმენიე ჩემ მეგობრებს ოჯახს და ყველას მოეწონა. ამ სიმღერის სიტყვებიც მე დავწერე და მელოდიაც. მე მინდა ვისწავლო პიანინოზე დაკვრა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. 7 წლის რო გავხდი, დავდიოდი ხატვის წრეზე. მე გამოვედი, იმიტომ რომ სხვა სკოლაში გადავედი და ახლოს აღარ იყო. მე ვიცი სახლის ხატვა, მზის ჩასვლის, მთის ხატვა, გოგონას ხატვა და ბევრი რამის ხატვა ვიცი. ყველაზე რთულია გოგონას დახატვა. ყველაზე ადვილია მთის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს იასამნისფერი, იმიტომ რომ მუქი ფერები არ მიყვარს. ვაგროვებ ნახატებს და სახში დაახლოებით მაქვს 14 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გამოფენა მოვაწყო. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემ კლასელებს, მეგობრებს, ოჯახს და ვინც ისურვებს მოვიყვან. საპატიო სტუმრად მოვიყვან ნათია მასწავლებელს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი და კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია დათა ძნელაძე. ყველაზე მშვიდია აგატა აბგარიანი. ყველაზე ცერქია დანიელ ჯორბენაძე. მე ვარ ყველაზე მხიარული, ლამაზი და პრანჭია. მე ვიბრანჭები ასე პომადას ვისვამ, კიდე მანიკურებს ვისმავ და თმებსაც ვიწესრიგებ. გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს სოფო ნათლიასთან სტუმრობა. ჩემი საყვარელი საგანია მე და საზოგადოება. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ნათია თვალაბეიშვილი. იმიტომ რომ ლამაზია, გულკეთილია, ზოგჯერ ეზოში ჩავყავარ და სულ გვეხუტება. მე მგონია ნათია მასწავლებელი ყველაზე უფრო მე მიყვარს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი. ცეკვა ახლაც ვიყვარს და ჩემით ვსწავლობ. როგორ ვსწავლობ და TikTok-ს რო ვიყურებ, ვიმეორებ. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. დედიკო დამპირდა და აუცილებლად შევარ ცეკვაზე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და 2 ძმა. კიდე მინდა მყავდეს 1 და. მამიკო არის გულკეთილი, მოსიყვარულე, შრომელი, უარს რო არაფერზე არ მეუბრება და ყველაფერს რომ ყიდულობს. დედიკო არის ლამაზი, ჩემსავით პრანჭია, მოსიყვარულე, კეთილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბლინები. სხვათა შორის მეც ვამზადებ გემრიელ საჭმელებს. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო ბლინები. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ხინკლის გაკეთება. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრებზე. მეგობრობა არის, როცა კეთილი ადამიანია, სულ რო შენს გვერდითაა და რომ რამეს არ გატყუებს.
მე ახლა მყავს დაახლოებით 55 მეგობარი და მინდა მყავდეს 102 მეგობარი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბებიას და ბაბუას გავასოცხლებ. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ბარბარე რო არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ბარბარედან მარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ბარბარე რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ელისაბედი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ყვავილებიდან მე ვგავარ იას. ასე იმიტომ მგონია, რომ ისიც ჩემსავით ლამაზია და ნაზია. ბედნიერება არის, როცა ოჯახთან ერთად ხარ და ძალიან მხიარული ხარ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.